შორეულ გალაქტიკაში დაბნეული ხალხი მომგებიანი კოეფიციენტების ძიებაში აწყდება სხვადასხვა რესურსს. ამ ქაოსში გამოჩნდა ორი დეტექტივი, თავისი საქმის ურთულო მცოდნე გალაქტიკის ორმა ჯედაიმ ჰუმანოიდების დახმარება დაისახა მისდათ. გაზეთებიდან დაწყებული ინტერნეტ სივრცით გაგრძელებული და ინსაიდერული ინფორმაციით დასრულებული ყველაფერი იშიფრება იმისთვის, რომ დედამიწელები მოგებაში დარჩნენ. გამარჯობა მეგობრებო, მაშასე მორიგი გამოძიება და ისევ ბატონი მიხეილი ჩვენთან ერთად. მოგესალმებით. მადლობა ბატონი მიშავ. გამარჯობა. გიორგის და ლუკას რა თქმა უნდა, არსად წავსულ ვართ. მოკლედ, ბევრი ისეთი გამოხმაურება ქონდა კარგი თქვენ გამოჩენას და ხალხი ხოლმე ელის თქვენგან პროგნოზებს. ნუ ხა როცა კურო, მერწყული და კირჩხები ერთად ხვდება, ყოველთვის ესეა გამოხმაურებასაა კარგი. მარტო გადაცემაში თუ სხვაგანაც შეიძლება. საერთოდ სხვაგან შეიძლება, ჩვენ სუფრაზე შეიძლება ეგ მოხდეს. შესანიშნავი იდეა უკეთესი არის, რაც ვიტყვი. ეგეც ლაივში ვქნათ თან. სიამოვნებით. კარგი, მოკლედ, კარგი პროგნოზები იყო თქვენი, მაშინ ერთი გამართლდა, რომ ბაიერნი მოუგებდა პარი სენ-ჟერმენს და მე. არა, ისეთი ვერ გამართლა, რაც ჩემთვისაც იყო შოურაცხყოფილი, შოურაცხყოფადის კი რეალ მადრიდზე არ ველოდი მე ესეთ მდგომარეობას ნამდვილად რა. ხო, ძალიან ცუდად წააგო, აშკარად დაჯობა ლივერპული. სანამ დავიწყებთ ლუკა ჩვენი პროგნოზების კეთებას თუ თქმას თუ ასე შემდეგ, მოდი ვილაპარაკოთ ერთი-ორი სიტყვით საქართველოს ნაკრების თამაში მოდის, აქ შაბათს ზეგ, უკვე ხვალ უფრო სწორად. გვაქვს ეს თამაში და აი პირდაპირ კითხვა მექნება ბატონ მიხეილთან რისი მედად უნდა ვიყოთ ესპანეთთან როცა საქართველო ვართ. ვარსკვლავები წვეთს ერთად. არა, ვედი მოდესწრათ, როგორ არ წვეთს კაცო, მაგ შორის მაგალითად როცა იყო დავით დროზე თბილისის დინამოსის ცნობილი თამაში ხო 13 მაისს კარლცეისთან მაშინაც ჰქონდა ეს კითხვა, სხვებს ჰქონდა ჩემს მიმართ და მაშინ მე აღვნიშნე რომ შანსი წარმატებისა გვაქვს ძალიან მაღალი. და რატო? იმიტომ რომ მაისი ქართული ფეხბურთისთვის კარგი. ახლა მე რასაც ვაგვირდები, არის ეტაპები, როდესაც შედარებით აი ჩვენი გუნდები უკეთ გამოიყურება და არის ეტაპები, როცა ნუ საერთოდ რა წაშლილები არიან. არაფერი არ გამოსდით, მოდი ეს ნოემბერში რა ხდება? აი, მოდი ახლა ვთქვა, ნოემბერი ზოგადად ცუდი არ არის საქართველოსთვის, მათ შორის ახლა გაიხსენოთ თბილისის დინამოს ჩემპიონობას 1964 წელს, ტაშკენტში ეს მოხდა ნოემბერში, ხო? ამ ხრივ რასაკვირველია კარგია, მაგრამ რაც შეეხება ნაკრებს, დინამო კიდე სხვა პარამეტრია, სხვა დროს არის დავადებული, ნაკრებს ცოტა სხვა კუთხიდან უყურებთ ჩვენ, ასტროლოგიური კუთხით, სხვა ზოდიაქო. ეხდით რა შეასაქმე. ამიტომ მე ახლა ნაკლებად მაქვს შანსი და წმენა იმისა, რომ საქართველოს ნაკრები ახლა გაიმარჯვებს. არა მაქვს მაქსიმუმ თუ ჩვენ გამოვკარეთ ხელი ფრეს, ეს ეგნება მაქსიმუმი, მაგრამ იმაშიც ეჭვმეპარება ხა დამფრთხილობ, ხედავთ ხო, იმიტომ რომ ხა თან ხა მოყვარულები გიყურებენ, როგორ გინდა ხა გააწმილო ადამიანი უთხრა რომ ვერ მოვიგებთ, ხო? მაგრამ ნუ ხა ცოტა უნდა შევხედოთ რაღაცებს, ჯერ ვარსკვლავზე გავლენას, მაინდა-მაინც ხა თლაც ასიკეთო არ არის, მაგრამ ნუ არის მაქსიმუმ მე ვთვლი რომ აი ფრის ვარიანტი. ესეც მაქსიმუმ. ვარსკვლავებშიც გჯობნიან ის იდეაში. ამ შემთხვევაში ეს ხო, ნამდვილად ასე. ხო, ცოტა რეალისტებიც ვიყოთ. სხვა გაგებით ვამბობ მას ესპანეთს როცა ეხება. ხო, იმიტომ რომ აღიაროთ, მოდი ხა ვთქვათ, რომ გაცილებით ძლიერია, ახლოსაც ვერ მივდივართ და ის თამაში წინა პირველი იყო, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უარესი, რაც რამე გვინახავს უკანასკნელ 10 წელიწადში. თუ ვინ მთლიანად აიღე, იმიტომ რომ პირველად ვნახე შემთხვევა, როცა ახლოს ვერ მივერდით კართან, საერთოდ. ხო, ცოტი ერთი მოახლოვდით საერთოდ. ისიც ცენტრიდან ვამისდა. ნუ გაითვალისწინეთ ახლა ხო გუნდში შესაბამისად გარკვეულწილად იცვლება, შემადგენლობაც გუნდიც არ არის მთლად ისეთი, ის გარკვეულმა ეიფორიამ ცოტა გაიარა, ხო? იმათ აკალდათ 90%, ისინი ყოფილიყო წარმოდგენაც არ მინდა. ამიტომ ყველაფრის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით გარკვეული კიდე ექსპერიმენტებია, გვილის სანიოლს და შემდგომ და თვითონ პერიოდიც მაინდა-მაინც ვთქვათ სახარბიელო არ არის. ერთ-ერთი იმედი გქონდეთ რომ წვიმა არ წამოვა, თორე წინა წვიმის დროს ესპანეთმა რა გვიქნა, მე მგონი კარგად გავხსნა. 7-1 ძალიან მაგარ წვიმაში მეც დავსვევდი და პროგნოზი როგორია?
პრობლემა არ არის. მე მგონი წვიმა არ არის, ხო? აღიარებაში მეძებდა. ისე მართლა რა კაი ამინები. ხო. არა, ეს საერთოდ მე არ ვიცი რომელი თვე არ ვიცი, სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ ეს არ არის ნოემბერში. შენ უყურებდი ამინის პროგნოზს და მესტიაში 14 გრადუსი იქნება. არა, სასწაულია. ამ დროს მესტიაში 14. ნოემბერში ხალხო მე მახსოვს თოვლი ყინვა და მახსოვს რომ მილების კრებოდა გაცო ნოემბერში რასაც. ეს მახსოვს იყო ძალიან. მაგრამ ფეხბურთისთვის კარგია. კარგი, ბევრი სხვა მატჩიც არის, რა თქმა უნდა, ხა ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ რეალს. ყოველ შემთხვევაში მოდი უსურვოთ, რატო ეცი რა? სურვილს თავისი ძალა, ენერგეტიკა აქვს, ხო? უსურვოთ, ხა რაც მეტი ადამიანი უსურვებს, ნაკრებს, წარმატებებს, ეს ენერგია მიუვა და რაღაცა ფრთებსაც შეასხავს, ხო? და ამ ხრივ კარგია. სულსაც კი გავაკეთეთ, მაგრამ კიდევ ერთი მოვიგებ. ბოდიში ლუკა კიდევ ერთი პატარა განცხადება აქვს ჩვენი რაღაცა პარასკევს გალბა თამაში შაბათს არის და მართალია ყველანაირი შანსი თითქმის თეორიული შანსიღაა და დაკარგულია უნდა ვთქვათ რომ სოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთ, მაგრამ ბოლო პერიოდში იშვიათად გვეძლევა მაგის თქმის შესაძლებლობა რომ ბილეთები ჯერ კიდევ არის, ნუ ადამიანებზე რა თქმა უნდა აისახა ეგ ამბავი. დავისთავოთ ბოლო თამაშები შანსი დავკარგეთ და მაგიტო 1 საათში რო იყიდებოდა მთელი 50000 ბილეთი, ეხლა ერთ თვის წინ დაიწყო გაგიდო და კიდევ არის და მოდი შემატკი ხო და მაგას ვამბობ ზუსტად რომ გულშემატკივარს მოუწოდოთ რომ შაბათის აღამოვა, კარგი ამინდია, ესპანეთი ჩამოდის და გავავსოთ მაინც სტადიონი, მიუხედავად იმისა, რომ გასვლის შანსი აღარ გვაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენზეც აისახება გულშემატკივარზე, რომ მხოლოდ იმიტომ არ დავდივართ ტრიბუნებზე, რომ აი რაღაც შანსი გვაქვს, დავდივართ, იმიტომ რომ საქართველოს ნაკრებია, ჩვენი გუნდია და მაინც გვაქვს თუ არა შანსი ყოველთვის გვერდით უნდა დაუდგეთ და უგულშემატკივრდეთ. ორი ხელით თუ ეთანხმები გიორგის მოუწოდოთ ეს ამბავი. კარგი, მივხედოთ ახლა საქმეს, რომ ბევრი რაღაცა. ხო, მე დღეს მოდი პირდაპირ გეტყვით, რომ აქცენტს გავაკეთებ მხოლოდ და მხოლოდ კუთხურებზე. რაღაცა ასე მომინდა და გადავწყვიტე. საინტერესო, შეხო ორიგინალური ნიშანი ხარ მერწყული, შენს გარდა ვინ მოიფიქრებს ესეც ორიგინალური? აბა გისმენთ. მაშასე, ჩვენივე ჯგუფიდან დავიწყებ მაშინ, თურქეთი-ბულგარეთი არის მატჩი, თურქეთი ახლობით, არა, უფრო ფავორიტია ბულგარეთთან, ვიდრე ესპანეთი ჩვენთან. არა, უგებს არ უნდა მაგას ბევრი ბჭობა, უგებს უბრალოდ რა ანგარიშით არ ვიცი, მაგრამ ანგარიში არც მე არ ვიცი, ასე რომ მაგას საერთოდ შევეხები, ვიტყვი რომ იქნება 8 ნახევარზე მეტი კუთხური ამ შეხვედრაში. პირველ შეხვედრაში ბევრი იყო, სხვა შორის ბულგარელებიც აწვდიან კუთხურებს, ერთადერთი არის მათი შანსი რომ სტანდარტიდან რაღაცას ხელი გამოკარან, ასე რომ ფანგებიდან უტევენ კუთხურზე გადადის ხოლმე, მოკლედ 9 კუთხური ამ შეხვედრაში ეს იქნება ჩემი პირველი პროგნოზი. კი ბატონო, არაფერს რა უნდა ვთქვა. დამეთა. მაშინ არავის იქნება, რატო არ უნდა იყოს. კაი, მოდი მე თუ ლუკა უფრო აქცენტს აკეთებს კუთხურებზე, მე მაინც ბარათებზე, იმიტომ რომ როგორი გადამწყვეტი თამაშები არის, ორი ტური დარჩა და ირკვევა ვინ გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ვინ ვერ გავა. და არის რამდენიმე თამაში, სადაც აი როგორც ჩვენ ჯგუფში ესპანეთი არის გამოკვეთილი ფავორიტი, სხვა ჯგუფებში ერთი გუნდი არის გამოკვეთილი ფავორიტი და პირველზეა და უკვე გასულია. და აი მეორე ეშელონის გუნდებს შორის არის ბრძოლა მეორე ადგილისთვის. ეგეთი ორი თამაშია ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც პრინციპში ერთმანეთთან ეს ორი გუნდი არ ყვევს, რომელი გავა მეორე ადგილზე და არ წარმომიდგენია, რომ მაგ თამაშებში არ იყოს დაძაბულობა და ბევრი ბარათი. პირველი ეგეთი თამაში არის სლოვაკეთი, ჩრდილოეთ ირლანდია. ჩრდილოეთ ირლანდიისთვის ეს არის ბოლო შანსი რომ იბრძოლოს, იმიტომ რომ სლოვაკეთს აქვს 9 ქულა, ჩრდილოეთ ირლანდიას 6. დაუშვათ მოუგოს გასვლაზე 9 ქულა უხდებათ და მეორე ბოლო ტურში ირლანდიას შანსი რჩება. მეორე მხრივ სლოვაკეთისთვის წაგება არაფრით არ შეიძლება ამ შეხვედრაში. შესაბამისად, ყველანაირი საფუძველი მაქვს კოვაჩი აქვს საჯიც საკმაოდ კარგია მაგ მხრივ. არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ არ ვივარაუდო, რომ აქ იქნება ბევრი ბარათი. 14-შია ეს თამაში. და 4 ნახევარზე მეტ ბარათს ლუკა აქვს 1.85. 3 ნახევარზე მეც 1.5. ასე რომ ვფიქრობ, რომ აი 4 ბარათი ამ თამაშში ყველა შემთხვევაში უნდა იყოს და ბევრად მეტიც მგონია, რომ იქნება. სლოვაკეთი საკმაოდ გაუჭირდება სხვა შორის, იმიტომ რომ ახლა პერიოდი ცოტა რთული აქვს თვითონ ასე ვთქვათ ენერგეტიკა სლოვაკეთის ნაკრებისა და დიდ ბრძოლას გაუჩაღებს ჩრდილოეთამდე. მე მაგალითად სადღაც მგონია რომ შეიძლება პრესაც გამოკრას
ხელი ჩრდილოეთ ირლანდიამ. ფერვის აძლევს ხელს. ფრედ სლოვაკეთს. ესე ირლანდიას ბოლომდე შესატევი ექნება. შესაბამისად, ხო, თუ ბრძოლა იქნება და სლოვაკეთისთვის რთული თამაში იქნება, ეგ მეც მაწყობს ბარათობის ამბავში. მეორე პროგნოზი იქნება გიბრალტარი მონტენეგროს მატჩიდან, აქაც იგივეს ავიღებ, ცოტა მეუცნაურება, რომ ასეთი დაბალი რაოდენობის ტოტალია გამოტანილი 8 ნახევარზე მეტ კუთხურს აქვს 1.5 კოეფიციენტი. იმ წინა პროგნოზსაც იგივე კოეფიციენტი ჰქონდა. შესაბამისად, მგონია რომ აქ მარტო მონტენეგროს შეუძლია თავისუფლად პირველივე ტაიმში მოუწოდოს ძალიან სუსტ გიბრალტარს ამდენი კუთხური, თუმცა სახლში გიბრალტარი ასევე ახერხებს ხოლმე პერმანენტულად კუთხურების შეწოდებას, ასე რომ 8 ნახევარზე მეტი კუთხური ჩემი მეორე პროგნოზი. თან გაითვალისწინეთ გიბრალტარი ნელ-ნელა ცოცხლდება და ძლიერდება. მე რასაც ვატყობ ყოველ წელს, ეს კიდე სხვა გუნდია. სხვა შეუპოვრობა ნებისყოფას იჩენს და უფრო უჭერთ გუნდებს თამაში მასთან. ამ ხელა რაღაცა მოსახლეობა რამდენი არის? უმატებენ, სწავლობენ თამაშს. ეგ არის კი. ხო, მაგრამ ესპანური და ინგლისური ისინი გავითვალისწინოთ, ხო, იქ აერი და ენერგეტიკა შესაბამისია, ხო? ფუტელებიც კიდე ყავთ. კი, გვარები სულ ესპანური და ინგლისური. ამოუშვი. ხო, ეს თამაში უკვე 15-შია და იგივე პრინციპი ბევრი ვარ გავაგზავნე, რა სლოვაკეთი, ჩრდილოეთ ირლანდიაზე მოლაპარაკე, იგივე ბოსნია, რუმინეთი. აქაც ამ ორ საკმაოდ კარგ საფეხბურთო ქვეყანას შორის არის ბრძოლა მეორე ადგილისთვის, რომ მოხდნენ პლეი-ოფში და დაიტოვონ შანსი იმისა, რომ გავიდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე. შესაბამისად, აქაც უნდა იყოს ბევრი ბარათი. მით უმეტეს, რომ პირველ შეხვედრაში, რომელიც ბუქარესტში გაიმართა, რუმინეთი ბოსნია იყო, ის პირველი იყო და მაშინ ჯერ არც გასვლა წყდებოდა და არაფერი მსგავსი იყო 8-9, ანუ პირველივეში ძალიან ბევრი იყო და მით უმეტეს ეს უკვე მეორე თამაში არის და სრულდება ეს შესარჩევი ეტაპი და აქაც სამქულიანი ჩამორჩენა არის, ჩამორჩენა აქვს რუმინეთს ბოსნიასთან, ასე რომ მოსაგებია ყველა ვარიანტში. ბოსნიას არ წასაგებია ეს თამაში და აქაც ველოდები ძალიან დიდი ბრძოლას. აქ არ ვიცი რამდენი იქნება, ნუ ეს სლოვაკეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, ვნახე რომ 4 ნახევარსაც 3 ნახევარსაც კარგი კოეფიციენტი ქონდა. აქ რასაც ექნება ეგეთი კარგი კოეფიციენტი, ეგ დაახლოებით იგივე. 4 ნახევარს აქაც ექნება. ხომ არ ვიცით, ჯეკო თამაშობს? ჯეკო თამაშობს. ხო, მაღალია ალბათობა რომ გოლი გაიტანოს. აიქო ისევ ფორმაშია მიუხედავად მასაკისა 40-ისა ლამის და სამე კუთხურების პოზიცია იქნება ასეთი ხორვატია ფარერები. აქაც ცოტა მეუცნაურება 8 ნახევარზე მეტ კუთხურს 1.55 აქვს კოეფიციენტი. ხორვატია სახლში თამაშობს, ყოველთვის დომინანტია ყველასთან. ხო, მაგრამ ფარერებს ნუ ეხუმრებით. არა, საერთოდ ეხუმრები. ძალიან მეომარი გუნდია, ძალიან მეომარი, ყველას ძალიან უჭირს იბრძვის ბოლომდე. არ ვიცი, კლასის კომპენსირება ხდება ამით თუ რა ხდება, მაგრამ ძალიან მეომარი მაგრამ ჩეხეთთან რა გააკეთეს ბოლოს. ხო. მართალია, საქართველოში კი შარსვენ აქ რო ჩამოვიდნენ და დინამოს სტადიონზე გახსოვთ. ფარერების გუნდმა თუ გახსოვთ? კი, როგორ არ მახსოვს? 6-1 მოუგო დინამოს. არა, შარსვენ მორალური კუთხით ვიგულისხმე, თუ გახსოვთ იქ მოშარდვის. კი, ბატონო. აპავის სპეციფიკა. დინამო არაზე კი. ეგ ჩაბარდა უკვე ისტორიას. ხო, მაგრამ ეგ დარჩა ტვინში, მაინც როგორც ულამაზო ჟესტი, ხო? ოპატივცემ. ჩვენ შერცმანილები ვერ არ ვისენებთ უბრალოდ მაგას. მიდი გიორგი, მოდი ამ შემთხვევაში ბარათებს შევეშვები და ლიხტენშტაინი უელსი არის ეგეთი თამაში. ისევ ბარათებს რო დაუბრუნდე ამ თამაშს უელსი ყველა ვარიანტში მოიგებს ლიხტენშტაინთან და ბოლო ტურში ოღონდ ცოტა მერეა და მანამდე გადაცემა აღარ გვიქნება გაითვალისწინოს მაყურებელმა ბოლო ტურში არის უელსი ჩრდილოეთ მაკედონია. უელსი როცა მოიგებს ამ თამაშს ლიხტენშტაინთან ბოლო ტურში უელსი ჩრდილოეთ მაკედონია რო იქნება თანაბარი რაოდენობის გულები და ერთმანეთში გადაწყვეტენ ვინ გავა მეორე ადგილზე იქნება ბოლო ტური. ასე რომ მანდაც ომი და ბევრი ბარათი იქნება და მანამდე რომ მივიდეთ მინდა დავწერო რომ უელსი ლიხტენშტაინთან მოიგებს 4 ბურთით მინიმუმ. და რატო ჯერ ერთი რომ ლიხტენშტაინი სადაც 0-23-თან აქვს ბურთების შეფარდება ამ შესარჩევში ყველასთან დიდი ანგარიში დაგებს და მეორე უელს ისედაც რომ საჭირდებოდეს დიდი შანსია რომ რამდენითაც მოუნდება იმდენით მოუგოს და ბურთებიც საჭიროა იმიტომ რომ თანაბარი რაოდენობის გულების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე პლეი-ოფში გადის გუნდი რომელსაც უკეთესი ბალანსი აქვს ბურთების და ურთიერთშეხვედრებზე არ არის ეგ ამბავი. ამიტომ ახლა ჩრდილოეთ მაკედონიას უკეთესი ბურთები აქვს, თუ სწორად მახსოვს +5 ან +6 აქვს, ამას +2 თუ რაღაც ეგრე. ასე რომ უელსმა თუ ლიხტენშტაინს დიდი ანგარიშით მოუგო, ბოლო ტურში მაკედონიასთან ფრეც ეყოფა რომ მეორე ადგილზე გავიდეს. არა საინტერესო მომენტი გვაქვს ჩვენ. ამას ამბობს გიორგი ანუ კირჩხიბი.
კი ბატონო. კერჩხიბი განთქმულია თავისი ინტუიციით. ეხლა ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ. აი რატომიზეა ნორმის რატომ აინამეთ 4 ესე უგზნობს გული თუ სხვა ამბავია აი ნახოთ აბა რა ანგარიში მოიგებს კი ბატონო ან მე ვიტყვი რომ -3.5 ორიანი ანუ მოიგებს 4 ან მეტი სტუმრად როგორ მოგუგო სახლში პირველი ეხლა სტუმრად არის ხო პირველი სახლშია სახლში 0 მოგო სახლში კი ეხლა ჭირდება ხო 15 აქ მაგას ხო მაგრამ მე რაღაც ცოტა იქ მეპარება 4 გავუტანო სტუმრად უელსმა მაგრამ მოიგებს უდაოდ კი იმად თამაში არის ნახოთ აი ხო პროგრესი განიცადა და ამათ გული ვერ გაიტანა თამაში ვერ ისწავლა ხო მაგრამ უელსი ხო იცი რა გუნდია რა შეად განწყობის გუნდიც არის ზოგჯერ კარებში საერთოდ ვერ უთყავს და ზოგჯერ გაიგიჟებს თავს ვერ გაიგებ მაგაცას ბატონო კიდე ერთი უნდა გითხრათ რა შვეიცარია შვედეთია ძალიან მაგარი გუნდია შვეიცარია შვედეთი გავარდა ყველაფერს საშინაო მდგომარეობაში ეხლა ვიღაც ახალი ყავთ ხო მწვრთნელის გაუშვეს შეგოენ დანიელი გაუშვეს ეხლა ვიღაც მაგრამ თავს გაუშვებდნენ ყველა ხო ვიღაც ახალი ყავთ შვედეთს მწვრთნელი ხო და შვეიცარია ძალიან მაგარია რა ძალიან კარგი გუნდია და ფასნა კრისტიან ფასნახს აქვს 11 ნოემბერს დაბადების დღე წამყვანი ფეხბურთელია უნდა ველოდოთ მისგან რაღაც გამოჩენას თავისა და რაღაც საინტერესო შეიძლება ამ გოლიც გაიტანოს არ რაღაც საინტერესო პასი გააკეთოს ყოველ შემთხვევაში შეიძლება ლიდერი იყოს გამდველი გუნდის. და რას ფიქრობთ აი სკანდინავებისთვის, ვისთვის სკანდინავიური თუ შვეიცარიელები არ არიან სკანდინავები? ვისთვის არა, რასაკვირველია ეხა იცი რა ჩვენ რეალობასაც უნდა შევხედოთ, ხო? ერთი მოდი აღმოჩნდეთ შვეიცარიას კარგი პერიოდი აქვს როგორც ესე. არა, არის მომენტები, როცა ზოგჯერ ვერცნობ ხოლმე ის გუნდი არა, რაღაც აკრია ფეხბურთზე ხო, ფეხბურთზე საუბარ, ხო, ეხლა ქვეყანაზე თუ ისაუბრეთ, შორს სავალ ჩვენ თავისთავად, ხო? ხო, მაგრამ ეხლა მოდი ამუშოთ რა, რომ ესე იგი თამაში სად არის? შვეიცარიაში რომელ ქალაქშია თუ იცი? არა, მაგრამ რატო იცი შვეიცარია შეიძლება გავყოთ ჩვენ დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილად და სხვადასხვა ზოდიაქოები მართავენ მას. აი ეს დეტალიც მნიშვნელოვანია რა, რომ გავითვალისწინოთ, მაგრამ ეხლა ისეთ თქმა მინდა, შვედეთმა შეიძლება გადაახტეს თავის თავს და რატო? ახალი მწვრთნელი ყავს. ყველა ფეხბურთელს უნდა აქ სურვილი გააგმოჩინოს თავი და აღჩვენოს მწვრთნელს აი ამ კუთხით შეიძლება სურპრიზ ველოდოთ შვედეთიდან, რომ ისეთი რამე გააკეთოს, რომ არ ველოდებით საერთოდ, ხო? თუმცა აუცილებლად გაუჭირდება, იმიტომ რომ იმ კუთხით, რომ ჯერ გუნდი დალაგებ, ჯერ კიდევ მწვრთნელი კარგად არ იცნობს. შეიძლება აი შემდეგ თამაშებში უფრო დალაგებული გუნდი იყოს. ეხლა უბრალოდ გამოჩენის სურვილი ექნებათ, მაგრამ აი რასაც ქვია, კოლექტიური თამაში, აი რამ გახსოვს? ჟენევაში. ესე იგი იქით ხარესა გვაქვს ჩვენ დასავლეთ შვეიცარიაში. კარგი, ეხლა პერიოდი კარგი აქვს და დასავლეთ შვეიცარიის ზონას. ესეც დაეხმარება ენერგეტიკა დასავლეთ. რა ვიმგონი? რომელი მოიგებს? არა, შვეიცარია. შვეიცარია მოიგებს აუცილებლად, უბრალოდ შვედეთმა შეიძლება ცოტა გაგვაკვიროს რატო აი ამ დიდი ჟინის სურვილით, რომ ახალ ტურნირს აჩვენოს საკუთარი თავი. აი შეიძლება ამ ხრივ გაიგიჟონ თავი ფეხბურთელები. კარგი, ერთ გადამწყვეტ შეხვედრაზეც ვიკითხავ ათენურ თამაშზე, დღეს არის ეს მატჩი, საბერძნეთი საქართველოს 21 წლამდელები. ხო. ჯგუფში როგორი ვითარება, საბერძნეთმა 3-3 მოიგო, მათ შორის მოგო გერმანიას. საქართველოს 5 ქულა აქვს, საბერძნეთს 9 და შუაში არის გერმანია. ჩვენი მიზანი ბოლო ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ. შედარებით ახალი გუნდია, იმიტომ რომ ის ბიჭები გაიზარდნენ, ვინც იქ გაგვიყვანა, იქ წარმატებას მიაღწია. სვანაძეს თავისუფლს მოუწია ახალი ბიჭების მოყვანა, შედარებით გარდამავალი პერიოდია, მაგრამ მაინც ამბიცია გვაქვს, რომ ამბიცია გქონდა, რომ საბერძნეთთან უნდა გვეჭიდაო მეორე ადგილისთვის, მაგრამ ახლა საბერძნეთმა გერმანიას მოუგო და უკვე აი ესეც ბერძნული და ათენური თამაშიც გადამწყვეტი გახდა, იმიტომ რომ იქ რაღაც წარმატებას თუ ვერ მივაღწიეთ, მე გერმანიის გამოთიშვა გაგვიჭირდება და საბერძნეთი ძალიან წინ გაიჭრება და საბერძნეთი საქართველოს 21 წლამდელები და თამაშები არასდევს კი მე ჩვება რომ აქ შეძლონ ჩვენ გამარჯვების რატომ იმიტომ რომ ახლა საქართველოს ცოტა უჭირს 20 რიცხვამდე ეხლა ამიტომ ცოტა რთულია და საბერძნეთი ახლა უკეთ გზნობს თავს შედარებით არა მარტო იმიტომ რომ გუნდიც საკმაოდ ძლიერი ყავს არამედ ნუ ენერგეტიკა იმ ფეხნისა უფრო მეტად ხელს უწყობს წარმატებებს მაგ რომ ქართული ფეხბურთი სადღაც 20 რიცხვის მერე უფრო მეც მიაღწევს ვიდრე იქამდე პერიოდში ამიტომ იბრძოლებენ ბიჭები მესმის მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში გონია რომ გავუჭირდება სული იქნება კიდევ ეს 20 ნოემბერზეა საუბარი ხო კი ბატონო
მოგეთ ესეთი რაღაც საინტერესო პროგნოზები მოგიმზადეთ და ბატონ მიხეილი დაგვეხმარა ამის გაშიფრვაში ზევიდან. ეხლა თავარი რა არის, ჩემო კარგიო, თავარი ესე იგი რომ ჩვენ აუცილებლად მოვუწოდოთ ყველას დადებითი განწყობა გუნდს. აი, იცით რა არის ხა, მე თავი დროზე რაც რო დამშობდი, ხო? მაურებელი როცა მოდიოდა, ხა მართალია მაშინდელი რაგბი ჩვენ პანაშიც უწოდებდით მას, რატომ ითოს ახლობლები, ბიძაშვილები, დედაშვილი იკრებებოდა. ეხლა რო არის 60,000 ეს ადეკვე. მაგრამ ისიც მამიდა. როცა იყო ეს ხიჟინა ხალხი, ეს ხალხის გუგუნი რო გესმის და მოედანს ხარ. გიორკეცდება ეს ძალა ენერგია, ხო და მოდით ამ კუთხით დავეხმაროთ ჩვენს ასე ვთქვათ ფეხბურთელებს და მაქსიმალურად უქომაგო და გვერდით დაუდგეთ, ხო? ეხლა თუ ვერ ითამაშეს პლატინზე როგორც არაუშავს თქვენი დახმარება, მხარდაჭერა შემდგომი მათი წარმატებების წინაპირობა. რა თქმა უნდა, ჩვენს გიერთებით მობრძანდით უქომაგეთ ჩვენ ეროვნულ ნაკრებს და ჩვენ კი უქომაგოთ ჩვენ პოზიციებს, რომელიც შემოგთავაზეთ. იმედია, რომ შემდეგ კვირას გახარებულები ვიქნებით. არაფერი გვითქვამს, სხვა შორის წინა გადაცემაში კარგი გამოვიდა. კარგი პოზიციები იყო. მე პირველად გული დამწყნა, იმიტომ რომ ორი პოზიცია გამწვანდა და მესამე იყო ხელბურთი, სადაც 8 ქულით არ მინდოდა კრიმ მერკატორის წაგება სახლში და წავაგო 8 ქულით. ბედიც გინდა ხელბურთში, გიორგის ჩალდანი და იგივე. კი ბატონო, ორი პოზიცია ძალიან ადვილად გამწვანდა და მესამე ეს ქულები რო დავწერე, არ გამოვიდა, ხო? ორი ქულა დაგაგო. აუშო, შემდეგში იქნება 3-დან 3 ჩემთანაც და გიორგისთანაც. ბატონო მიხეილ, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ წარმატებები და აბა ყოველე კარგი სურათ, კარგ ლამაზ გემრიელ თამაშებს. ლაიქები არ დაგავიწყდეთ, გამოწერეთ არხი, კარგად. დროებით.